მე ვარ თათა, ვარ მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი ერთ-ერთ სამედიცინო კომპანიაში. თავიდან დავიწყე ფსიქოლოგიით, ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვარ პროფესიით ფსიქოლოგი. თუმცა 1 წლის მუშაობის შემდეგ პრაქტიკა რომ მივიღე ფსიქოლოგიის გამოცდილება დავაგროვე, მივხვდი რომ ჯერჯერობით ხას გავუსვამ, ჯერჯერობით არ იყო ეს პროფესია ჩემი. და გადავწყვიტე რომ შემეცვალა სფერო. თუმცა ვერ გეტყვი რომ ამ სფეროს ცვლილება ძალიან გააზრებულად გავაკეთე, იმიტომ რომ დავიწყე საბანკო სექტორში მუშაობა, ჯერ ვიყავი გაყიდვებში. მე გადავედი customer და business support-ში, უფრო მრავალფეროვანი იყო და მივხვდი რომ მრავალფეროვნება მომწონდა, შესაბამისად customer და business support-ში შედარებით უფრო კომფორტულად ვიგრძენი თავი, თუმცა მივხვდი რომ საბანკო სფეროც არ იყო ჩემი. მოკლედ, დიდი ხანი ვეძებდი საკუთარ თავს. საბანკო სფეროდან ცოტა ხანი მქონდა წყვეტა. კურსები გავიარე ბევრი, ვიძებდი საკუთარი თავი. ვიცადე რომ მოკლედ ბევრ სფეროს შევხედოდი, რომ ამ მომენტში ზუსტად რა მომწონდა და ბოლოს მივხვდი რომ მინდოდა შედარებით ისეთ სფეროში, სადაც უფრო მეტი მრავალფეროვანი საქმე იყო, ვიდრე რუტინული. ჩემმა მეგობარმა მომცა შესაძლებლობა იმისი, რომ პირველი პრაქტიკა მარკეტინგში მიმეღო და შესაბამისად მოკლედ ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ესე ვერ ხვდებიან ალბათ ამ სფეროში და პირველი სირთულეები რაც იყო ის რომ საბანკო სფეროდან პირდაპირ გადავედი მარკეტინგში, არანაირი გამოცდილება არ მქონდა. თუმცა დავუწმუნდი იმაში, რომ როცა ნამდვილად ჩემს საქმეს ირჩევ და იმას აკეთებ, რაც მოგწონს, ძალიან დიდ მოტივაციას გაძლევს იმისთვის, რომ კარგად აითვისო ეს სფერო. მით უმეტეს თუ გაინტერესებს. და ნუ იკიგაის პრინციპი ალბათ ყველა ვიცით, რომ აი ეს უნდა დახუჭო თვალები, წარმოიდგინე რომ საერთოდ ფული არ არსებობს და აი რას გააკეთებდი ამ შემთხვევაში. ეს ძალიან გეხმარება ზოგადად სწორი არჩევანის გაკეთებაში, რა გინდა რომ აკეთო, შეიძლება მთელი ცხოვრება არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში, იმიტომ რომ ადამიანი ზრდასთან ერთად იცვლება ადამიანს მოკლედ ინტერესების, შეხედულებებით და რომელსაც არ არის აუცილებელი რომ ერთი პროფესია ქონდეს მთელი ცხოვრება, თუმცა ესეც ალბათ კარგია. რაღაცა იმ კონკრეტულს აირჩევ და იმას განავითარებ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში სხვანაირად მოხდა, მოკლედ ბევრი რაღაცა, რასაც ვაკეთებ, ყოველთვის აუცილებლად ვაკეთებ სიყვარულით და როგორც კი სიყვარულს ვებრძნობ ჩემს და საქმეს შორის, აუცილებლად სფეროს ვიცვლი, ამიტომ ის რაღაც სტერეოტიპი, რომ იყო რომ ერთი პროფესია აირჩიო და მთელი ცხოვრება მოკლედ ამით უნდა იარო, ესე არ იყო. ოჯახში ყველა ექიმი მყავს, ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ მეც ექიმი ყოფილიყავი, ზოგადად ეს რაღაც ბაბლი და სექტა ოჯახში ყოველთვის არსებობს, რომ მშობლებს ყოველთვის უნდათ, რომ მათ გზას გაყვე, თუმცა დიდი წინააღმდეგობა არ მქონია, მაგრამ დიდი სურვილი იყო, იმიტომ რომ ბევრ პერსპექტივას მაჩვენებდნენ, ასე რომ ვთქვათ, თუ ექიმი გამოვიდოდი, სად შეიძლებოდა რომ დამეფუძნებინა ჩემი თავი. და ყოველ შემთხვევაში შეიძლება ცხოვრების ბოლომდე არ იცოდე რა გინდა, მაგრამ რა არ გინდა, ის მაინც ზუსტად გეცოდინება და ის არ უნდა გააკეთო არასდროს. მოვახილავდი ამ სტერეოტიპს, იმიტომ რომ ზუსტად ჩემი აზრით 30 წლის მერე უფრო იცი რა გინდა. 37 წლის ვარ, როგორც მახსოვს. 21 წლის ვიყავი, როცა პროფესია შევიცვალე და მარკეტინგში მოვედი. შესაბამისად ძალიან მაყოფილი ვარ ჩემ გადაწყვეტილებას. ასე რომ ამ სტერეოტიპს აუცილებლად ჩამოვშლიდი, კი არა, როგორც წეგან აღნიშნე, ფსიქოლოგია ჩემი პირველადი პროფესია რაც არის, ვფიქრობ, რომ ამ პროფესიას აუცილებლად დაუბრუნდები და მარკეტინგიდან აუცილებლად ფსიქოლოგიაში გადავალ ცოტა ხანში რომ შევალ და აი სახში ჯდომა რომ მომინდება კარგად. აი მაგ დროს მგონია რომ კარგი ფსიქოლოგი ვიქნები, იმიტომ რომ თან გამოცდილებას დაგროვებული მექნება, როგორც გითხარი, პარალელურად ვსწავლობ ფსიქოლოგიას ძალიან დიდი ინტერესით. ვინც ახლა ირჩევს პროფესიას, ურჩევდი ერთ რაღაცას, რომ დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობს არც ურთიერთობები, არც ფინანსები, არც შეზღუდვები და აბსოლუტურად თავისუფალი ხართ ყველაფერში. რასაც გინდა იმას ვაკეთებ, ამისთვის რესურსიც გაქვთ, ფინანსებიც გაქვთ და ყველაფერი, ანუ ფული გააქვთ საერთოდ. და წარმოიდგინეთ, აი ფულის გარეშე რას გააკეთებთ მთელი ცხოვრება. მთელი ცხოვრება ეს პირობითად ვამბობ, თორე აი იმ მომენტში, როცა პროფესიას ირჩევთ, ვის იკეთება გინდა თუნდაც წლების განმავლობაში და
რა მოგანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას? შეიძლება ეს იყოს მოგზაურობა, უბრალოდ გემრიელი კერძების დაგემოვნება ყოველ საღამოს. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ დიდი დროის გატარება სოციალურ ქსელებში, შეიძლება ეს იყოს ბუღალტერია, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებს და იცით, რომ აი ერთი ბანალური კითხვა ხოლმე მთელი ცხოვრება რა შეჭამდი ერთი კერძი რომ დაგიტოვან. აი დაახლოებით მაგას გავს რა პროფესიის არჩევაც მართლა. რომ აი ყველა პროფესია რო გაქრეს ერთს რას აირჩევდით. აი წარმოიდგინეთ და მაგას მიყევით აუცილებლად. რაც არ უნდა გითხრან სხვებმა რომ ეს პროფესია არ გაამართლებს. საკუთარი თავის რწმენა არასდროს არ დაკარგოთ, იმიტომ რომ თქვენ ყველაზე კარგად იცით რა გაამართლებს და რაში გაამართლებს თქვენი თავის შესაბამისად არავის არ მოусმინოთ და მარტო საკუთარ შეძლებებს აღვიქვით და ისე ერჩეთ თქვენი პროფესია.